უბრალოდ ხო გესმის რომ ძალიან სწრაფად გამithარდა მოვლენები ჩემთვისაც და ამიტომ მომიწია ესე სწრაფად მეთქვა ჩემთვის ეს ყველაფერი. ამიტომ პირდაპირ გეტყვი. ქეთი. სოლოდ გამოყვები. შენ მე მგონი ყველაფერი გადაწყვეტილი გაქვს და ტყულა იგონებ რაღაცეებს ახლა. არა, გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ რა ვიცი, ალბათ დავთანხმდები. ბიჭო, რატო არ მისმენტო? ვაფშე გაგიჟდი, ხო? კიდე მე გავგიჟდი, ხო? ეხ ჩემი ბრალია ყველაფერი. კი თავიდან მანე ვერა ძალიან გთხოვ. მობძანდით. კაი, სახლში ხარ უკვე. ძალიან ხარ მე. ძალიან. მობძანდით. პაციენტები მყავდა და იმიტომ ვერ გამოვედი ამდენ ხანს. ასიზა. რთულია ამდენი საქმის ერთდროულად კეთება. პაციენტების მიღება, მოადგილეობა, კიდევ სხვა რაღაცეები. არა უშავს ნერვიულობ, ყველაფერს მოვასწრებ. ვიცი. რატომ დამიძახედიტო? აი რამოდენიმე საბუთზე ხელი მოსაწერი. მოკლედ პაციენტებს ჩვენთან ყოფნის ვადები შეუცვალე. კიდევ რაღაც დამატებითი ხარჯებიც გავწერე. გასაგებია. გადავხედავ ხო? ამიტომაც დაგიძახეთ. სანამ მოვაწერო ხელი. ჩემი ხელმოწერის ქვევით. სამივეზე? სამივეზე. კარგია. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ჩემგან ხო არ არის კიდევ რამე საჭირო? არა. ეხლა შეგვიძლია შედეგებს დაველოდოთ. და შედეგებს რამდენ ხანში ველოდებით? ნუ ხან როგორ თქვენ მოელოთ. არაფერს გამოაკლდებით. დიტო, ეგ არც მიფიქრია. კარგით, მაშინ მე კარგი სტარტი გვაქვს აღებული. ძალიან კარგი. კარგი წავალ, თორე პაციენტები მელოდებიან. კარგი დროებით. კეთი გამარჯობა. ხოლია. რა შვები როგორ ახარ? კარგად შენ? რა ვიცი, აბა შენ ხო არაპირებ დღეს სამსახურში მოსვლას? აი, დღეს არ ვარ მორიგე. ვერ მოიცლი რომ გამოხვიდე? ლია დღეს არ ამგონია, მოკლედ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება ჩემთან და
ხდება რამე? ხო, რა ვიცი, აბა, შენთან ხომ მშვიდობაა? კი, რო გნახავ მე მოგიყვები. არ დამიმალო იცოდე, თუ რამე მოხდა მითხარი. არა, პირიქით, კაი ამბები მაქვს. ო, კაი, მე კიდე გული გამისკდა, კაცო, ვიფიქრე რაღაც მოხდა მეთქი. კაი, ხვალ რომ მოვიდე? კარგი, ნუ მოდი ხვალ. კაი, მაინც მოსასვლელი ვარ და ხვალ გნახავ მაშინ. კარგი, დროებით მაშინ. დროებით. ბევრი კლიენტი ყავს დღეს? ისე რა, ცოტა არა. რაღაც ძალიან მეზარება დღეს მუშაობა. რატო მოხდა რამე? არაფერი, ესე ვარ დილიდან, ცუდი სიზმარი ვნახე და მოусმინე რამე და მოხვალ ხასიათზე. ხო რა. ცირა ვფიქრე, ყავა ხوار დავლიოთ თქო. დავლიოთ. აღარ მოწეჭე რაღაცას ვაკეთებ, ხა მორჩები და დავლიოთ. კარგი. მარიკა, ისაბუთები რატო არ გადმომიგზავნე რო გთხოვე? დამავიწყდა. ხო, ყველაფერი მე უნდა შეგახსენო. მამა მივარდა თავიდან მაპატია თქობოტონდა და ეხლა კარგი. გამარჯობა. გამარჯობა. გუშინ აგარაკი ვნახე და ძალიან მომეწონა და მინდა დღესაც ვნახო თუ შეიძლება. კი ბატონო, რა პრობლემაა? ჩვენ ყოველთვის ვზად ვართ რომ გემსახურდეთ. ხო, დავინტერესდი თან ჩემშოს მინდა ვანახო, მოეწონება თუ არა. კი ბატონო, კი, როგორ არა? მარიკა დაყვები ხო? თუ შეიძლება რომ მაკა გამოყოს. ხოცრებად. მაკა? დიახ. კი, როგორ არა? გუშინ ერთად ვნახეთ აგარაკი და თუ ერთად ნახეთ, რა თქმა უნდა შეიძლება. შეიძლება ხო წავა? კი, მოვწერე. წავა ხო? რა თქმა უნდა. კარგით, მადლობა. კარგად გზანდებოდი. ნახვამდის. ეხლავე აკიხსნით ქალბატონო და ყველაფერს. გუშინ ეს კაცი რომ მოვიდა, მე ვიყავი შეხვედრაზე და მაკამ დამირეკა. კარგი. შენ თუ შეხვედრებზე იყავი ეს კაცი აქ რატო დაიბარე? ამერია რაღაცეები ქალბატონო დოდო გრაფიკში და მაკა გაყვა და კარგი. და მაკამ რა იცის ის სახლი? ვიყავით ერთხელ იცის რაღაცეები, ის კაცი ხო აღარ მოვიდოდა მეორეჯერ არა. კარგი. საბუთები გადმომიგზავნე და მაკა რომ მოვა ვნახოს. კარგი თავცილები. ალო. დაშვები ნახე? არა, პადიესთან ველოდები. კაი, დამირეკა რა ნახო. კაი, შენ რა შვები? რავი, არაფერს სახლში ვარ. კაი, მოვიდა წავედი. კაი. როგორ ხარ ჩემე? რავი, შენ? რავი. საკაი. დამროსადმე დავждეთ რა. მალე უნდა გავიდე. დავждე ცოტა ხანი და გადი მე სადაც კიდე. უნდა გავიდე მეთქი, პროსტა რაღაც მინდა გითხრა რა. ახსენ. უბრალოდ სათქმელად კი არა, რაღაც უნდა მოგცე რა. ეს რა? მე გადავიდი? რაც მინდა ეს ბიჭი. გამომართვი რა, არ მჭირდება. ჩემი მე შენ გიყიდე და შენ გაჩუქე, ვერ ხვდები? კი არ გინდა ეხა ეს რაღაცები, სხვა საჩუქე. ვის ვაჩუქო, ჩემი რას მეუნები? შენ გიყიდე თქო და შენ უნდა ხონდეს, რატო მაძლევე? არ მინდა მე და გამომართვი ან გადავაგდებ. მე არ გამოგართვი და რაც გინდა ის ვქენდი, გადააგე. აჰა. რასაკეთე? გამომართვი. ხო გითხარი, არ მჭირდება მეთქი. კარგი, რა ჩეპე, რატო იქცევი ბავშვივით ეხლა რა? წავედი რა და აღარ დამი. აი, რა ბავშვივით იქცევი? ჩეპე! ჩეპე! ცოტნე? რა შვები? რა მეგობართან ვიყავი, რაღაც საქმე მქონდა შენ? ხო, მეც რაღაცა საქმე მქონდა. საით მიდიხარ? მე აიქით. კაი, მე მეგონა ერთი გზა გქონდა. ხო, წავედი, კაი? კაი, მიდი. კარგად. ოკა.
ხარ? კარგად. დავაგვიანე ძალიან? არა, ცოტა ხნის წინ მოვიდი. მოიფიქრე? კი, მოვიფიქრე. მოკლედ, ბევრი ფიქრე. აღარ გავთვალე. არ ძალიან დავიწყო. გამარჯობა. რასინებერთ? წყალი მხოლოდ. თქვენ? წყალი. მინერალური თუ? ჩვეულებრივი. საფირმო რამცხარი გვაქვს შოკოლადის ძალიან გემრიელი. მადლობა, მე კაფს იჭამ. თქვენ? ეხლა მოგართვას თქვენ შოკოლადას. არიანებთ. მადლობა. სად გავჩერდი? ხო. მიგრეთ. ცირა მიფიქრობ, რომ არ ვიცნობ ახლა. ახლოს ერთმანეთს რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ. ვიცი რომ გესმის. სიმართლე გითხრა, შენმა სპონტანურმა გადაწყვეტილებამაც გამაკვირვა. ხო. მოკლედ, ყველაფრის მიუხედავად თანახმოვარ. ძალიან ბედნიერი ვარ. მეც. ანუ ხორცილის დაგეგმვა გადავჭა. იცი რა, მე არ მიყვარს დიდად ხორცილები. ოჯახებ რო გავაცნობ ერთმანეთს, ნუ დედა გიცნობს, მაგრამ მაინც. ხო, ეგრე ჯობს. თან მალე უნდა წავიდეთ და. ხო, ერთ კვირაში. ხო, რა ვიცი, ხალ, ზეგ, როცა გინდა. ნიშნობა მაინც მოაწყოთ, ხო? კარგი. მადლობა. ასეთ მოგეწონა? რავი არის რა. ვიცი, არ მოგეწონა. არა, კარგია. ანუ ვიყიდე. რავი, როგორც გინდა. კარგი რა თათა, რა ხო შეიძლება ადამიანურად მითხრა, ხო მამა მომეწონა, ვიყიდოთ, არ ვიყიდოთ. რავი, მამა, კარგია, იყიდე. მოკლედ აქ გადმოსვლა ძალიან დიდი ხანია ხან გერმანიაში ცხოვრობ, ხან ესპანეთში და აი უჭის რა გადმოსვლა. ხო, მისმის. რთულია. ეს ჩემი საქმეები მაქვს აქ. ძალიან პატარა იქაც ვერ ვტოვებ და ეს ყოველ დღე წუწუნებს. ალბათ როგორ უჭერს მეგობრების დატოვება? მეც უხსნი რომ მამა მეც ვტოვებ მეგობრებს. აქ ჩამოხვალ, გაიჩენ ახალ მეგობრებს, იმეგობრებ ქართველებს. არა, არ უნდა. ხო, რთულია. უკაცრავად ნაუგს. ხო. ალბათ როგორ რთულია ხო საცხოვრებელი ადგილის შეცვლა? კი. სკოლის შეცვლა რთული და წარმომიდგენია საცხოვრებელ ადგილს რა იცვლი. ხო, მაგრამ მამას ეგ არ ესმის. დარწმუნებული ვარ ესმის, უბრალოდ სხვა გზა არ ექნება. თამისთვის რა მნიშვნელობა აქვს სად ვიცხოვრებთ? ეს სახლიც არ მომწონს, შორსაა ქალაქიდან. არა, ეგ არანაირი პრობლემა არა. არა, იმიტომ კი არ გეუბნები ხოლმე რომ დაგარწმუნო. უბრალოდ ეგ მართლა არ არის პრობლემა. ახალ მეგობრებს შეიძენ, მე აქ ამოხვალთ ხოლმე გასართობად. ბოლოს და ბოლოს წნეთია. იცი რა მაგარია ზაფხულში აქ? მე და ჩემი მეგობრები სულ აქ დავდიადით. მართლა ეგეთი ამბები აქ? ხო, ამბა ხო არ გატყუებ. დიდი სახლია. ეზოც დიდია, შეგიძლია აუზი გააკეთოთ. ისე შეგიყვარდება მე აქაურობა, საერთოდ არ მოგინდება დაბლა ჩასვლა. ხო, მე და ჩემი მეგობრებიც გერმანიაში ფართს ვაწყობდით სახლში. აქაც იციან ეგრე? ხო, რა თქმა უნდა, მით უმეტეს სახლი მხელა. ძალიან კარგი. უკაცრავად რო არ გამეცა პასუხი არ შეიძლებოდა. არა, უშავ, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. რა გადაწყვიტე? ვიყიდოთ. დარწმუნებული ხარ? კი, კარგია, მომწონს.
ესე ვყიდულობთ. კი ლოცავთ, ნამდვილად კარგი შენაძენია. დიდი მადლობა. მოკლე დეტალები ოფისში გავიაროთ, ხვალ თუ გვიან არ იქნება. კი, ხო. სანდრო, ხა წავიდეთ რამშია. წავედით. პიცერიაში წავიდეთ, ხო? მიიღოს პიცერია. ნაკა, შენ ხო წავა, ხო? შემოგვიერთდით. სამსახურში უნდა მივუბრუნდა მეჩქარები ძალიან. კარგი რა, ვინ მიხვდება სამსახურში მიდიხარ თუ ხო, მეც არ მგონია ვინმე გაგიმრაძეს ჩვენთან ერთად უწამო. კარგი, მაშინ წავა. ხო? შენ ხომ არ იცი რა მეტაგი პიცერია? არა, თათა, მართლა არ ვიცი. შენ არ იდარდო, ჩემო სუსო, ყველაფერი კარგად იქნება. აიც არა ბიჭო, რა იქნება კარგად, ცოლის მოყვანას ვაპირებდი, იმას კი რაც ემატყებას. ისე რა იყო ეგა, ჰა? აბა ბიჭო, არა და თავიდან ის რო შემოვიდა, ვიფიქრე, მამაა მეთქი. არა და მერე გამახსენდა რომ მამა არ ახავს. მაგრამ აი ეს ორი რო შემოვიდნენ, არა? აი მან ვიფიქრე რომ დედი ჩვენისა ქონდა ნაჭამი. აბა ბიჭო, აბა. ის რეები გველაპარაკა ბიჭო. ეგ ან უეჭველი ძაღლი იყო. ან ნაძაღლარი ძმო. ბიჭო. მაგების ლაპარაკს. ანუ ეგინებინეთ არაჩობდა? ვეცემეთ მაინც რა. კარგი ბიჭო, რა უნდა ვეცემეთ? დაინახე რა მოდონა კისერი ხო, ნაგაც. ბიჭო, ცოლის მოყვანა ადვილი რო იყოს, მე დამასრებდა ვინმე. აიც არა ცოლის მომგონი. შენო? ის თამუნა რო იყო? აბა თამუნა. მური რო ქონდა. სად არის ეგა? რა უნდა გახსენე? ბიჭო, ანგელოცივით გოგო, გელაპარაკებოდა მაინც რა. ემპარიკა მახერ ვიკას რაც გადაეკიდე. აიცა ბიჭო. თამუნა ჩემი ალო თამუნა როგორ ახარ ჩემო ლამაზო ვერ მიცანი არა დაგავიწყდი მე ვარ სოსო ვარ გამითი შამის დედამ აიცა რატო კარგად. აქ რა გინდა? აქ მეგობართან ვიყავი და ეხა ფეხით გამოვიარე ცოტა. მიდი ხარ სადმე? არა, უკვე სახში მივდივარ. და თუ დრო გაქვს, მაშინ ჩაი დავლიოთ ერთად. კარგი, სიამოვნებით. დაჯექი ვარ. დია. ერთი წუთით ქალბატონო რუსუდან. როგორ ხარ? კარგი, შენ? მეც. რა შევი, მოდი ხარ? არა, რაღაც საქმე გამომიჩნდა და საქმე ხომ არა, მანჩოს. მანჩოს უთხარი რომ დაურეკავ. კარგი, ილო, წავედი, კარგად. აი, კარგი. რამე საქმეს ხო არ მოგაცდე? არა, მეგობარი შემხვდა და თავისთან დამპატიჟა. უი, თუ ჩემი გულისთვის უნდა გადადო არ მოგერიდოს, რა მერე იყოს. არა, არანაირი პრობლემა არ არის, მართლა. ხო? კაი, მაშინ წავიდეთ. კარგი. აქვე ვიცი, კარგი ადგილი, ძალიან მაგარ ჩაის ამზადებენ. კარგი. აი, იქნება სხვა რამე გინდა ამ ჩაის რო გაძლევ, სულაც არ გიყვარს. არა, ძალიან მიყვარს ჩაი. ო, მე ძალიან მიყვარს.
ესე იგი შეიძლება რომ აქ მაგარი პიცა. ხო, მოგეწონა იმ დღეს რა ვიყავით. ხო, გამახსენდა მაგარი პიცა არის. ისი ამაზე უკეთესი ადგილი თუ იცი? არა, მეც რამოდენიმეჯერ ვარ მომყოფ, მე ისიც მეგობრებს რჩევთ, სხვა არ ვიცი. ანუ იტალიური სამზარეულო მაინდა-მაინც არის. საიდან მეღობე? ხო, ციგეთო. მოკლედ შენობით ვისაუბროთ, დღეს არ მუშაობ ჩვენთან ერთად. კარგი? კარგი. მე ხელებს დავიბან და მოვალ. კარგი, მიდასაჯო. მოხვალ პიცა თუ მოვიდა შევჭამთ იცი. ხო, აბა რა. ძალიან კაი გოგო. კი, კაი გოგოა. ძალიან გამიჯერდა დამეთანხმა აქ მოსვლა. რამდენი წელია? 16 წელს. აუ, ეხა რთულია საკეო. კი და გამიკვირდა როგორ დაითანხმე და მოაწონეს სახლი. მართლა. არაფერი განსაკუთრებული არ გამიგეთებ, უბრალოდ მოვიყავი თუ რა კარგია წმენდი. ხო, აი ადამიანებთან ურთიერთობა ცოტა უჭირს, მაგრამ შენ აშკარად მისი ნდობა დაიმსახურე. ძალიან მიხარია. ხო, ესე სიმართლე გითხრა, ქალების მიმართ ცოტა რთული დამოკიდებულება აქვს. პატარა იყო, როცა დედამ მიგვატოვა და იმის მერე ცოტა აი მოკლედ თავს აღარ მოგაფეზრებ ჩვენი ცხოვრებით. მომეჩვენა თუ ძალიან გაუკვირდა თქვენ უკვე თვითონ მოვითხო შეწამოსულიყავი აგარ აქ ისანახავ. არ მოგჩვენებია, მართლა გაუკვირდა. რატო რაღაც უცნაური ქალია. არა, იმიტომ რომ მე ვარ ოფის მენეჯერი და ზოგადად არ მეხება კლიენტებთან ურთიერთობა, მაგრამ მარიკას გამოუჩნდა რაღაც საქმე და ამიტომ მე მომიწია შენთან ერთად წამოსვლა. ხედავ შენ, სხვათა შორის ძალიან ბუნებრივი იყავი გუში. პირველად ვიყავ ესეთ მდგომარეობაში და ისევ ნერვიულობდი. რა, წარმატებული აღმოჩნდა სახლი მომყიდე, ნუ პრინციპში გუში მე ვიცოდი რომ სახლს ვიყიდიდი, უბრალოდ მაინც თანხმობა მინდოდა რა. მაკა როგორ ხარ? კარგად. შენ? Здорово, брат. როგორ ხარ ირაკლი, ამდენი ხანი არ მინახე ხარ? ავი, რაღაცა საქმეები მქონდა რა. რაო, ახალი ყო არაფერია თო. არა, ველოდებით რა იქნება. არ შექმიანებია ვაფშე? ხანდახან რეკავს, მაგრამ ახლა კაი ხანი არ დაურეკავს. ახში. კაი, გავედი ხა მე და რო დარეკავს მითხარი რა მეც რა. კი, აუცილებლად. აუ, კიდე არ მოუტანიათ? ეხლა შევუკვეთით, მოვა, ხო რა, მაგრებში. ნუ კარგი, ცოტა ხანი და მოვა. აი, მოვიდა ჩვენი პიცა. დიდი მადლობა. გემელა. გამარჯობა საბა. იცი რაღაც მოგიტანებ. ნახე? აი უბრალოდ არ ვიცოდი რომელი გიყვარდა და ამიტომ ორივე ვიყიდე. ეს გიჩვენია? ძალიან დიდი მადლობა. გინდა რაღაც ვითამაშოთ? რა? რა და? მოდი ჩავიფიქროთ ფერები. და ვინც სწორად ამოიღებს, ის შეჭამს, ვინც არა და მაშინ უკან აბრუნებს. ვითამაშოთ რა? მოდი. მოდი. კარგი, ჯერ შენ დაიწყე. აი, ჯერ შენ. კარგი, მე. ეხლა მე ამოვიღებ წითელს. დამცინი ხო? ეხლა შენი ჯერია. ეხლა მე ამოვიღებ ლურჯს. აუ, რა მაგარი ხარ, როგორ გამოიცანი? აუ, მასწავლე რა? არა. არა? მაშინ ეხლა ჩემი ჯერია. ეხლა მე ამოვიღებ, ეხლა გამოვიცნებ, აი ნახე. ეხლა მე ამოვიღებ წითელს. ისე ლურჯი. ვერ გამოიცანი. და შენ კიდე დამცინი. შენ ჯერია, მიდი. მიდი. ეხლა საბა გამოიცნობს. მეც მინდა ემედემსი.
მე რატომ მეუბნები? საბასია და საბას თხოვე. შეიძლება ემედემსი ავიღო? კი. შეიძლება მეცავიღო. ყველას ეყოფა. ხო საბა? მოგხეს. გონი გეჩვევა და ბავშვებთანაც კარგად არის უკვე, არა? ხო და ძალიან მიხარია. გუშინ ისეთი ბედნიერი იყო, რომ გენახა. მართლა? ჰელი, საღამო შენზე მელაპარაკებოდა. რა? ნუ. პლანშეტი თითომაშა? კი, ხელიდან ვერ გამოვგლიჭე. აი შენი პლანშეტი. ხო, მადლობა მარია. არაფერს. კარგი. რა გავიქენს მე, ხო? კარგი, დროები. საბა, წავედი. ძალიან სასიამოვნო გარემოა. ხო, ძალიან კაია, თუ სადმე მივდივარ ჩაის დასალოდ, ხოლო აქ. მეც აქ მოვალ ხოლმე. შენ როგორც მახსოვს, შევბძარეულობა გინდა, ხო? კი, ბავშვობიდან მომწონს ეგ სფერო. ძალიან კაი. თორსები სწავლობ. კი, ვსწავლობ. სად? უცხოელები ასწავლიან. ჩემო მეგობარმა მითხრა, სხვადასხვა ისიც მზარეულია. ძალიან მომწონს კარგად ასწავლია. ჩემ მეგობარს აქ კულინარიული სკოლა ძალიან კაი. ეგ ხო არ არის, აღარ მახსოვს სახელი. ფუდ რაღაც გონი თუ. არა მგონია. აქ უცხოელები ასწავლიან, უცხოელების არის. თქვენ სალონი გაქვთ, ხო? კი. დიდი ხანია? იმდენი ხანია აღარც მახსოვს. ხო. გიო მიყვება ხოლმე თქვენ სალონზე. ძალიან პრესტიჟული სალონია. კი, კაი სალონია. ისე სირცხვილი გიოს, რომ ამდენი ხანი შენ ჩემ სალონში არ მოგიყვანა. რა გინდა გიო, შენ თვითონ მოდი. ძალიან გამეხარდა. კარგი, მოვალ აუცილებლად. ამახარ. ვუპასუხებ, ხო? კი, საყვარელობა რა. ხო, მანჩო. სათხარდეა. ხო, აი, ილობ ნახე დღეს, მაგრამ არ მეცალა. რა ილო, სათხარ არ მოდიხარ? არა, დღეს ვერა, მანჩო. გოგო, რებს მეუბნები, მოხვალ დღეს? არა, მანჩო, საღამოს დაგირეკავ, კარგი? გამირეკე, ხო? კარგი. მე მგონი მართლა მოგაცდინე, ხო? არა, არ მომაცდინეთ. უბრალოდ სახლიდან რო გამოხვალ, მერე უნდა რომ ყველას გნახოს და ხო. არა, ხო გემრიელი ჩაია. კი, ძალიან გემრიელი ჩაია, მადლობთ. მე ლაიმით მიყვარს კიდე. უსი ძალიან მაგარი ტენდერი მოვიგეთ რა. ბიჭო, ხო, просто ძალიან ბევრი ფულის დადება გვიწევს. სადაო რომ აქ სამოვიგებ ჩიჩი. აუ, ეგ კი არა, ის წინაშებუთაც არ გაგვიკეთებია, ხო? აუ, ეგ ვაფშე დამოვიცდა. ხო და მიდი რა გეხოცები მიხედე რა მაგასაც რა. აუ, აი ეხლა ვერ ვიჩარიჩებ ხო იცი რა. ნუ გეზარება თორე მე უფრო დაგეზარება. ძალიან მაგრამ ეზარება. აი, გააკეთე რა დაგემართო. სადაა სამთ? აი, ეგ ზევიდან რა დოს ეგ. რამდენია ბიჭო? აი, ნუ წუწუნებ რა, არაფერია ისეთი რა. ხო. რა, სულ შვიდობაა შეჭი. რა მშვიდობა, პატრონი არ ყავს აქაურობას? რა იყო, რა ხდება? რა და გადი და ნახე რა ხდება. რა ხდება ეგეთ თქვი? რა და ვიღაც სირმა დააკანა შემოსახულში პირდაპირ ტრაქტორით და ვერ შემოვედი რა. ივშე? დებილია, ნუ მეთქი რა ხდება? ბიჭო, არაფერი არ ხდება, დილამდე იდგება იქ ტრაქტორი და ვეღარავინ ვეღარ შემოვა რა. და მე მანქანა ამის გაუხსი რა. აი, რა პრობლემას ქნი, გადაურეკავ დაცვას და გააყენები. ამას კიდე სულ გამორთული როგორ აქვს ტელეფონი და. კაი მოვლენ და გაიყვანე. აუ, ეგენი როდის მოვლენ? კაროშ მე ვიცი ახაც ვისამ რა. რა? გასაგები სადაა? არ ვიცი, იქ იქნება სადაც ტოვებენ ხოლმე.
აჭირს ამასე. რა ვიცი, მაგრამ მწონერი ხასიათზე კია. რამისა შეიასკდეს შეჭი. აი რა თქმა შეიასკდეს. ეს ის მომწოდე. დედა, გეხვეწები რა. ძალიან გრანდიოზული რაღაცები არ გვინდა, ხო? აი ხა შემოვა ლეილა და ერთად გადავწყვეტოთ. ხო, მაგრამ გთხოვ რა, არ გვინდა დიდი სუფრა. დედა, შვილო, აქ არა ხარ და შენც თქვი რა გინდა და რა არა. აქ ვარ, მაგრამ ხო იცი ლეილას ამბავი და იმიტომ გეუბნები შენ. ხო, დედა, თამას დაურეკე, მინდოდა რომ ყოფილიყო თამა და მაგრამ რაღაცა გული მაწუხებსო და ვერაფრით ვერ ჩამოვალ. აი. ისე ძალიან გაუხარდა შენი ამბავი. ცუდია, მინდოდა რომ ყოფილიყო. ხო, მეც. უი, მართლა აკაკი? აკაკი ხო იქნება? ხო, აკაკის ვეტყვი რა. მოდი ლეილა, მოდი აქ ვართ. რა შევით აბა? რა ვიცი, შენ გელოდებით. კარგი. მაშინ გოჭი აჯიკით. გოჭი არ გვინდა რა. არა. გოჭი არ გვინდა, კარგი? ისედაც ცოტა ხალხი იქნება და დიდი სუფრა არ არის საჭირო. კაი ბატონო. ქათამი? არა, ქათამი აუცილებლად ხო დედა? არ ვიცი. არ ვიცი. ხო და მე ვიცი ერთი კაი სოფლის ქათამი სადაც იყიდება. ბაჟეს გავაკეთებ. ფანტასტიურ ბაჟეს აკეთებს ლეილა. ბაჟე იქნება, ღომსაც გავაკეთებ, ხო? არა, რა გთხოვთ, არ გვინდა ეს ღომი და რაღაცაები. დიდი სუფრა არ გვინდა რა. ტყუილად უნდა იწვალოთ. რა ვიცი, ღომი არა, გოჭი არა. აბა რას აპირებ, ქეთი, ამდენი ხალხი ლიმონადზე და კიტრზე უნდა გადაატარო? ხო, კარგი დედა, ღომი არა, მაგრამ რაღაცა საჭმელები ხო უნდა გავაკეთოთ, რა. არ ვიცი, რაც გინდათ ისქენთ, მე უკვე აღარ შემიძლია წავედი დავიძინოთ. კარგი, ტადი დაიძინე. ხედი შეშტაცმის მაინც არაფერს არ აკეთებ. ვერ გავიგე რა, ის არ უნდა, ეს არ უნდა. ადრე ნიშნობა იყო თუ რა იყო, სუფრები იმართებოდა. სხვა დრო იყო ლეილა, სხვა დრო. სხვა დრო, სუფრა, სხვა დრო. რა შვებით ახლა, მოკლედ დილას წავიდეთ ერთად ბაზარში. ვაიმე, დიდი მადლობა ლეილა, ამაში თუ დამეხმარები. აბა რას ვის დავეხარ, რას ლაპარაკო? ვაიმე, გაიხარე. ვაკო, მოდი აქა. რა არის, დედა, ხვალინდელ სუფრას ვგეგმავთ. მე? რა, მე უნდა წამოყვე დილას ბაზარში. არა, მე ვერ წამო. რას ქვია, დედა, ვერ წამოხვალ, აბა ამდენი რამე მე და ლეილა მოვიტანოთ? მე რა გავაკეთო, ვერ გავგადაღებო. რა გააკეთე, ვაკო და უთხარი შვილო, რომ დისკორდ წილი მაქვს, ხო, 1-2 დღე რომ გაგანთავისუფლონ, არაფერი არ უჭირთ. ხო. კაი, დაურეკო. ჩემი ოქრო ბიჭი. მოკლედ, ნანა, რამდენი კაცზე ვაკეთებთ ახლა სუფრას მითხარი? რა ვიცი, ლეილა, ალბათ 15-20 კაცამდე მეტი არ იქნება. ხალეული ხო გვინდა? აუცილებლად. ნიგზიანი ბადრიჯანი გავაკეთოთ. ისპანახი, ხო, ისპანახი. კაი, შენ ბლინები გააკეთე, მე ქათმებს შევწავ. გეხოწები, ოღონდ სვანურ მარილში რა შეროიცი ისე. და მე ორნაირ ბლინს გავაკეთებ. კაი ბატონო, ხა ჩამოვწეროთ სია. ხო, მოდი. ისე იგი, ქათამი რამდენი გვინდა? არა, 4 ჩამოდი ბატონო. და ნიგოზი 1 კილო ალბათ. ნიგოზი. აუ შეიყარე რა პირდაპირ ექსელში გადაგემ დამაცადე რა. ხო ის რომ მეზიზღებს ექსელი თუ რაღაცა. ეხლა შევყვიემ შენ საყვარელ ექსელში. შენთვის გეუბნები რომ ორჯერ ტყუილად არ ესე მირჩევნია. აი ნუ გაატრაკეთ მოგოცხადოთ. შენ რა ხი? აუ რა ბიჭო გადავხედე ამ ტენდერებს და მე მგონი უნდა გამოგვივიდეს რა. მასნია გამოვა მაგრამ. შენ მაინც ანახე ბუღალტერს ხო? თან გავიდით რა ნელა რა. მე მაგრად დავზვარე. აი ამებს შევყვეთ და გავიდეთ. რა ჭიჭ. აუ მაგარი დამენძრაჩ. რა მოგივიდა თქვი? ნუ ისე რა მოგივიდა არის თქვი? აცი მოუკალი. რა? ტრაქტორი დავეჯახე რა. ას გადავა, ბიჭო. შემირა დამენძრა. ბიჭო მოიცადე, დაწყნარდი ერთი წამი და მითხარი რა მოგივიდა. ბიჭო, ტრაქტორს ვაყენებდი და ვერ გავინახე და დავარტყი რა. ხო დავარტყი და რა, იქნებ ცოცხალი რა.
უფროსო, კაცია იქ მკვდარი. ვიღაცა ტრაქტორი დაეჯახა. აუ, მაგრა დამიზრაჩი. აუ, კაი, დაწყნა. არა, ასე დარდარებო საერთოდ. რა და ჩადი ქვევით იქ იყავ. და ოფში გააფრთხილი ხოლმე, რომ არავინ არ დარდარებო. კაი, აუ, რა დამიზრაჩი. კაი, დაწყნარდი რა. როგორ დაუწყნარდე ბიჭო? ვახოს დაურეკავ. ეს წაიყვანე სახში რა. გამოდი. მათი დაჯექი რაც მეკითხეთ. რა ხდება? საიდან დავიწყო? კაი რა მქონდა გადმოყრილი? არ ჩაიცვა მეთქი გეუბნები. ხო და საერთოდ არ წამოვალ მაშინ. შენ თუ გონია ეხლა ხვეწნას დაგიწყებ ძალიან ცდები. ჰა, ეხლა რა შვებით? აღარ გაემზადეთ? აღარ მოგზანდება ქალბატონი. რათა? ასე რომ ხვალო შეიძლება რომ აღიარებოთ ჩვენი მომივაცელებოთ. ხოდა რა წყალები თუ კეთესითო? რა მოხდა ვაკო რეები იბოდიოლე? რეები იბოდიო. მაშო ჩემი შეყვარებულიო და რაღაცა არა?